ისლამ, მოდი სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ. თითქმის ყველა დასავლური მედია წერს, რომ შენი შემდეგი მეტოქე იან მაჩადო გარია. შეგიძლია დაადასტურო ეს ინფორმაცია? UFC ხომ არ შეგიხმიანა ან რაიმე ინფორმაცია ხომ არ მოგისმენია? სიმართლე გითხრა, მეც მხოლოდ ის ვიცი, რასაც მედიაში ვკითხულობ. კერძოდ ამ მეტოქის შესახებ კონკრეტული მოლაპარაკებები არ გამიმართავს. როგორც მახსოვს, თეთრი სახლის იდეა გამოჩნდა თუ არა შენეგრევე მან ჩხუბის სურვილი გამოთქვი და როგორც ჩანს, UFC-მაც დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ ამ ღონისძიებისთვის მზადება დასრულებულია. მე ეჭება, რომ ჯერ დასრულებული იყოს, რადგან ჯერ ისევ ჩემი ჩხუბის ზუსტ თარიღს განვიხილავთ. თუ თეთრ სახლთან ვერ ვიჩხუბებ, სავარაუდოდ შემდეგი ბრძოლა ამ თარიღის ირგვლივ მექნება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ თეთრ სახლში ბრძოლა მომიწიოს, რაც ყველაზე მოსალოდნელი შედეგია. ისლამ, თუ ილია და გეიჯი მთავარ ღონისძიებას გამართავენ, თანახმა იქნები თუ არა ამავე ქარდზე თანამთავარი ბრძოლა გამართა. მნიშვნელობა არ აქვს მთავარ ქარდზე ვიჩხუბებ თუ თანამთავარ ქარდზე. კარიერის დასაწყისში პირველი შეჯიბრი ჩემი ჩხუბით დაიწყო, ასე რომ ჩემთვის არაა პრინციპული შეკითხვა. გამოდის, რომ თოფურიასთან ჩხუბი თეთრ სახლთან დანამდვილებით აღარ შედგება. დიახ, თეთრ სახლთან ჩხუბი აღარ შედგება, რადგან მას უკვე არაერთი მეტოქე ყავს. ასე რომ UFC ამ ბრძოლით დაინტერესებული არ არის. ანუ გამოდის, რომ თეთრ სახლთან შენი შემდეგი მეტოქე დიდი ალბათობით კამარუ უსმანი იქნება? როგორც უკვე გითხარით, მიან გარი, კამარუ უსმანი და შემდეგ მორალესი. ჩემი წონით კატეგორია ცოტა გამოცოცხლდა, ასე რომ ახლა დამსახურებული კონტენდერები მყავს. სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით რომელიმე კონკრეტულ სახელზე არ გვისაუბრია. მაჩადო გარი რატომღაც საქართველოში გაფრინდა. როგორც ჩანს, ის ვერ ხვდება, რომ საქართველოში გაფრენა ან დაღესტანში გაფრენა ერთი და იგივე არ არის. არ ვიცი, შეიძლება შენ საძებნელად გამოფრინდა. შენ რას ფიქრობ, რატომ გაფრინდა მან? როგორც უკვე ვთქვი, მებრძოლის შეცდომას უშვებს, როდესაც სავარჯიშო კემპისთვის ბრძოლამდე 2-3 თვით ადრე მიემგზავრება, რათა ჭიდაობა გაიუმჯობესოს. პირიქით, ეს დიდი შეცდომაა. რადგან, როდესაც ადამიანი 2-3 თვით მოსამზადებლად სადღაც მიემგზავრება და საკუთარ ჭიდაობაში თავდაჯერებული ხდება, აღმოაჩენს, რომ ეს არაფერში დაეხმარება. 2-3 თვეში შეუძლებელია ჭიდაობა ისწავლო. ეს ისეთი რამეა, რასაც ბავშვობიდან უნდა ითვისებდე და შემდეგ წლები ანვითარებდე. ისლამ, ისევ ილიაზე უნდა დაგისვა კითხვა, რადგან საუბარი არ წყდება შენსა და ილია თოფურიას შორის სავარაუდო დაპირისპირებაზე. ეს უბრალოდ საუბრებია. მე მაგალითად უკვე მყავს პოტენციური მეტოქეები. 3-4 კაცი ჩემს დივიზიონში. 77 კილოგრამში შეიძლება ითქვას, რომ ისინი იმსახურებენ ქამრისთვის ბრძოლას. მასაც უკვე ყავს დროებითი ჩემპიონი, რომელთანაც მოუწევს ქამრისთვის ბრძოლა. ასე რომ, ვფიქრობ, ახლო მომავალში 2026-ში ჩვენი ბრძოლა შეუძლებელია. იმის თქმა მინდა, რომ თუ სამომავლოდ ეს ბრძოლა ჩაინიშნა, აუცილებლად შენ სწორით კატეგორიაში მოხდება. სავარაუდოდ. ჩემს დივიზიონში 15 კილოთი მეც ვიწონი. ამას დამატებული 25 წლის აღარ ვარ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ თუ თოფურიას ჩემს დივიზიონში შევხვდები, რას მოვიგებ? კამარი უკვე მაქვს. რას ვიგებ, ფულს? ამას ისედაც მომცემენ სხვებთან ჩხუბის დროს. ასე რომ, 70-ში ჩასვლა და თოფურიასთან ჩხუბი ჩემს ღიგმებში არ შედის. უბრალოდ არამომგებიანია ჩემთვის. სხვათა შორის ახლახანს უსმად ნურმაგომედოვმა PFL-ის ტურნირში კიდევ ერთხელ შეძლო ქამრის დაცვა. მან ბრძოლის შემდეგ თქვა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მსუბუქი წონის მებრძოლია. შენს წარმოსახვაში, რაც მასთან სპარინგის დროს სიხილე, როგორ შეძლებს ის UFC-ს მსუბუქ წონოსნებთან, მაგალითად თოფურიასთან ან ცარუკიანთან თავის გართმევას? სიმართლე გითხრათ, უსმანი არავისთან არ წავა დათმობაზე. ნებისმიერ მებრძოლთან შეუძლია რთული რაუნდები გამართოს. ჩვენ ერთად ბევრი წელია ვარჯიშობთ. მის პოტენციალს კარგად ვიცნობ, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. წინ ბევრი დრო აქვს. მე თუ მკითხავთ, ვიტყვი, რომ ის მზადაა. ნახოთ, ჯერ ცოტა ხანი დავაცადოთ. კონტრაქტის დასრულებას დაველოდოთ. სავარაუდოდ 1 წელიღა დარჩა და შემდეგ ამის დროს დადგება.